გადაცემა ერთი დღე სოფელში გომარდილს სტუმრობს. 2026 წლის პირველი გადაცემა გვსურს აჭარის ულამაზესი მთებიდან დავიწყოთ. ზამთარში აქაურობა ზღაპარს ემსგავსება. დათოვლილი სახლები და ულამაზესი მთები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. სწორედ აქ არსებული რელიეფი და კლიმატი გახდა იმის წინაპირობა, რომ ეს სოფელი სამთო სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბებულიყო. თუმცა ყველაფერი ჯერ ისევ განვითარების ეტაპზეა. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ სოფელ გომარდილში და ერთად ვნახოთ თუ როგორია აქაურების ერთი ჩვეულებრივი დღე. სოფელი გომარდული ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ბათუმიდან 80 კილომეტრით არის დაშორებული. მას აღმოსავლეთით სოფელი ბარათაული, დასავლეთით ჭალა, ჩრდილოეთით წანკალაური, სამხრეთით კი სოფელი ზემოხევი ესაზღვრება. სოფელი გომარდული შუახევის მუნიციპალიტეტში არც თუ ისე პატარა სოფელია, სადაც ზამთარ ზაფხულს 20-დან 45 კომლამდე ცხოვრობს. სოფელი გომარდული შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბათუმი ადიგენის გზიდან, შუახევის მხრიდან 8 კილომეტრია სულ რაღაც. სოფლის სახელწოდება მოდის გომარდული გომიდან. გომი ეტიმოლოგიურად ნიშნავს საქონლის სადგომადგილს, შემოაჭარაში მას ყიშლას ეძახიან სხვათა შორის. არის მეორე ვარიანტიც ამ სოფლის სახელწოდების. მეზობელი სოფლიდან, როცა დაღლილ დაქანცული მგზავრი სოფელში შემოსულა, უთქვამს მას, რომ ეს როგორ გავიმართევეს. აი აქედან გამართული გომარდული უნდა მოდიოდეს. ორი ვარიანტს, რა თქმა უნდა, აქ არსებობის უფლება. სოფელი გომარდული მოხსენებულია ქართლის ცხოვრებაში. ერთ-ერთ ადგილას იქ ნათქვამია, რომ იგი გომარდად დაადგინესო. მკვლევარები ფიქრობენ, რომ გომარდულზეა საუბარი. გომარდულს დაახლოებით ასე 250-300 წლის ისტორია აქვს. ახლა პირველი ცხოვრები, რომელიც სოფელში შემოსულა, უნდა იყოს მე-18 საუკუნის, მე-17 საუკუნის ბოლო და მე-18 საუკუნის დასაწყისი. და ზუსტი ისტორიული ცნობა ქუთაისის მუზეუმში გვაქვს ნაპოვნი 1911 წლის, სადაც მოცემულია, რომ გომარდულში 19 კომლია 75 მცხოვრებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, თანდათან მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. პირველი მცხოვრები სოფელში შემოსულა წყაროთიდან, ჩვენი მეზობელი სოფლიდან, მჟავანაძეები ყოფილან. მჟავანაძეებს მოჰყოლიათ სხვები, ზემოხევიდან აქ შემოსულა ქარცივაძეები. მე-20 საუკუნის ცოტა უფრო ადრე და მე-19 საუკუნის ბოლო ხანებში სოფელ ჭალიდან, ჩვენი მეზობელი სოფლიდან, აქ შემოსულან ბერიძეები, ჭაღალიძეები, ქათამაძე კიდევ ერთი ქათამაძე ხავს აქ კიდევ სოფელში, მეორე ქათამაძე ხავს კიდევ ჭვანიდან შემოსულია, ვარჯენაულიდან. აქ კიდევ ხავს ერთი გვარი ხალვაში, რომელიც სოფელი გეგელიძეებიდან არის შემოსული. ჯაყელები შემოსული არიან ჭალიდან. ყიფიანები ხავს კიდევ, ყიფიანები შემოსული არიან 1904 წელს ჭვანიდან ისინი. სოფელში ხავს კიდევ დაშჩიძეები და ბუმბაძეები, ჩანჩხალოდან არიან შემოსული. სულ 17 გვარის ხალხი. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენ სოფლებში. ბევრი სიახლეები დაინერგა განსაკუთრებით ზემოთიან აჭარაში და უფრო მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გამოიკვეთა პრიორიტეტად ტურიზმი და გომარდულზე შეჩერდა ამ დროს
არჩევანი. ეხლა რატომ გომარდული? გომარდულზე იმიტომ რომ ბუნება, რელიეფი, მდებარეობა, თოვლის ხარისხი და რაც მთავარია მანძილი ცენტრალური გზიდან და რაიონული ცენტრიდან. ეს ისეთი ადგილია ჰაერით, განსაკუთრებით სიმაღლით. ეხლა შუახევში რომ მოდიხარ და მეორე ცენტრალურ გზას რო გადმოსწრები, იქიდან 8 კილომეტრია აქამდე, მაგრამ 8 კილომეტრს რომ ამოდიხარ, სულ სხვა სამყაროში ხარ უკვე. თოვლიანი ადგილია ეს, აქ თოვლის საფარი 5 მეტრამდე აღწევს საშუალოდ. ეხლა სადაც ეხლა ჩვენ ვდგავართ, აქ არაფერი არ იყო. მოიყვანეს სასმელი წყალი, კეთილმოწყობილი იქნა გზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აშენდა შენობები და ერთი სიტყვით საქმე წამოიწყო. ყინული დაიძრა და დაიწყო სათხილამურო სპორტის განვითარება. ბოლო 10 წლის განმავლობაში უკვე ჩაერთვნენ ამ საქმეში ადგილობრივი ბიზნესმენები თავიანთი ძალებით ააშენეს აპარტამენტები დაახლოებით 15 უფრო მეტი შენობა, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ზამთარში და ზაფხულშიც არ აკლია ვიზიტორი. პერსპექტივა ძალიან დიდია. დაგეგმილია უпроსწორად სპორტული კომპლექსი აქეთ ჭათების უბანი არის ამ მიმართულებით. ახალი გზები უნდა გაიჭრას აი იქით უფრო გრძელი და უფრო სწრაფდაშვების შესაძლებლობით. სამისოდ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ განვითარდეს და კეთილმოეწყოს. სოფელ გომარდულში პირველი დაწყებითი სკოლა 1934 წელს გაიხსნა. თავიდან სწავლა განათლება ადგილობრივთა ოჯახებში მიმდინარეობდა. შემდეგ კი 9 წლიანმა საშუალო სკოლამ სოფლის ცენტრში გადმოინაცვლა. სკოლა საჯარო 2005 წელს გახდა და დღეს აქ სამწუხაროდ მხოლოდ 2 მოსწავლე სწავლობს. მოწყალე მე მოებრო, ულადებელი მეოიანი ნიშნავს, ენამჭეული ადამიანი, რახასე, ჭარმეტყველი ადამიანი, შემდეგი. გახდა. გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა, კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ, მადლობა. თქვენ ხომ კარგად ბრძანდებით? რა ვქნათ? ჩვეულ რეჟიმში ვატარებთ გაკვეთილებს. გაიხარეთ. მიხარია რომ მიუხედავად მოსწავლეების სიმცირისა, მაინც ახერხებთ და გაქვთ ენთუზიაზმი რომ ჩაატაროთ გაკვეთილი. ენთუზიაზმი ყოველთვის გვაქვს, ჩვენ ისეთი სპეციალობა გვაქვს, ისეთი შემართებით უმუშაობთ, რომ მომავალი თაობის აღზრდას, განათლებას ვემსახურებით, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას ვემსახურებით და აქ რომ ენთუზიაზმი არ იყოს, აქ რომ სიყვარული არ იყოს ჩვენი საქმისადმი ალბათ ვერ შევძლებთ. ისე ყავთ 2 მოსწავლე და რომელი კლასები გაქვთ შევსებული? შევსებული გვაქვს დაწყებითი საფეხური, მეორე და მეხუთე კლასი. 2005 წელს, როცა მე დირექტორი გავხდი ამ სკოლისა, 84 მოსწავლე მყავდა. აი შემდგომ პერიოდში თანდათან დემოგრაფიული მონაცემების შემცირების გამო მშობადობა შემცირდა სოფელში, მიგრაცია მოსახლეობისა ბარში, ქალაქში, ბარის სოფლებში. აი ამ მიზეზების გამო თანდათან კონტინგენტი შემცირდა, იკლო და დღეს 2 მოსწავლე ყავს, მაგრამ აი ეს ადამიანური რესურსი, ის სასწავლო რესურსი, რაც სკოლას გააჩნია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ სხვა, აი მოსწავლეთა ტრანსპორტირება, აი ეს ყველა სიკეთე რითაც სარგებლობს დღეს ჩვენი აღსაზრდელები, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სასწავლო პროცესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს ფუნქციონირება. სკოლას, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. დიახ, დიდი ისტორია აქვს. 1934 წლიდან ფუნქციონირებს სკოლა. 34 წელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა და რადგან იმ დროისათვის სკოლის შენობა არ არსებობდა, როგორც კონკრეტულად სკოლის შენობა, კერძო პიროვნებების სახლებში გაიხსნა.
ორ სახლში გაიხსნა, ეს იყო კარლო ქარცევაძისა და მევლოდ ბერიძის სახლები. პირველი მეორე კლასი ფუნქციონირებდა კარლო ქარცევაძის ოჯახში, მესამე და მეოთხე კლასი მევლოდ ბერიძის ოჯახში და მოვლინებული მასწავლებლებია ასწავლიდნენ და პირველი მასწავლებლები, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ, რომ არ შემეშალოს გვარები, ამიტომ მოიშველიებ ჩანაწერს, იყვნენ შალვა და მისი მეუღლე ნინო მიქაძეები და გრიშა და მისი მეუღლე ქსენია კაჭარაველი. დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდნენ თან აქ, ესენი იყვნენ ოლია პერტაია და ლეონინა ჯანგველაძე. ადგილობრივმა როდის დაიწყეს? აი ზუსტად ესეც უნდა მეთქვა, ადგილობრივი კადრი თან ხალი იყო ეს პიროვნება, 1956 წელს დაიწყო მუშაობა. ჟუჟუნა ჯაყელი იყო ეს. დამთავრებული ჰქონდა ხოლოს პედაგოგიური სასწავლებელი და პირველად ადგილობრივმა კადრმა ჟუჟუნა ჯაყელმა დაიწყო მუშაობა და სხვათა შორის 62 წელი იმოღვაწეა ამ ქალბატონმა ამ სკოლაში და იყო აჭარის დამსახურებული მასწავლებელი. სკოლა დღესაც არის 9 წლიანი. კი, 9 წლიანი საბაზო სკოლა არის, საბაზო. ორი საფეხურია, დაწყებითი და საბაზო საჯარო სკოლა. შემდეგ სად მიდიან? ბარათაულში აგრძელებენ, ან ბარათაულში ხამ ქალაქის სკოლებში გადადიან და იქ აგრძელებენ საშუალო სკოლაში სწავლას. ორი მოსწავლე კი ყავთ, მაგრამ აი მასწავლებელი რამდენი? მასწავლებელი ამ ეტაპზე 7. როგორია, როცა ხარ კლასში ერთი მოსწავლე? ძალიან ცუდია, მაგრამ რა სიზა. რა აქვს დადებითი და რა აქვს უარყოფითი? დადებითი ის აქვს, რომ ბავშვები როცა ბევრი არიან კლასში, ჩხუბობენ ხანჯელ კიდეც, მაგრამ როცა არ არიან, არ ჩხუბობენ ბევრი, მაგი არის კარგი. სულ რომ გაკვეთილს გთხოვს მასწავლებელი და სხვა მაგი შემცვლელი არ ყავს. მასწავლებელი, იმიტომ გთხოვს შენ თვინ უნდა ისწავლო და მაგიტომ გთხოვს მასწავლებელი გაკვეთილს. და რა გინდა რომ გამოხვიდე? პროფესია თუ გაქვს არჩეული? ორი მინდოდა, ან ექიმი და ან ფეხბურთელი მინდა გამოვიდე. მაგ ორიდან ერთს ავირჩიო. მე დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან მაგარი ექიმი გამოხვალ და დარწმუნებული ვარ, კარგი ექიმი გამოვალ, რომ აი ამ სკოლის კედლებში 9 ექიმი აღიზარდა. ეს იქნება მე-10. ხო და და ნამდვილად მჯერა რომ იქნება მე-10 ექიმი. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ ეს ბავშვი. კარგად. მეხუთე კლასელი ანრი, რომელიც არის ერთადერთი მეხუთე კლასელი ამ სკოლაში, ის აუცილებლად გახდება წარმატებული ექიმი. სოფელი გომარდულიდან. სოფელი გომარდულიდან, კი ბატონო. აბა აღარ შეგიშლით ხელს დაგემშვიდობები, წარმატებები და ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ, პირველ რიგში მოსწავლეების სიმრავლე. იმედი ბოლოს ხვდებაო ნათქვამია, მაგ იმედით ვართ. ნახვამდის. ნახვამდის. გომარდული დღეს მხოლოდ ისტორიული სოფელი აღარ არის. ბოლო წლების განმავლობაში ის სამთო სათხილამურო კურორტად ყალიბდება და ამ ადგილს ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. აქ არსებული რელიეფი და ბუნებრივი ტრასები იდეალური ადგილია თხილამურების მოყვარულთათვის. გამარჯობა! გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად, თავად როგორ ბრძანდები? არაჩვეულებრივად ვარ. ძალიან კარგი. ცოტა მიჭირს აქსიარული, მაგრამ განწყობა არის საუკეთესო, იმიტომ რომ ძალიან კარგი თოვლია, კარგი ამინდი გვაქვს. ძალიან და კარგია. რაც მთავარია შესაძლებლობა რომ ვისრიალოთ ამ შესანიშნავ. კი ბატონო. 2005 წლიდან გომარდულის სამთო სათხილამურო ბაზა დაარსდა. გაიზარდნენ ძალიან კარგი პერსპექტიული ბავშვები, ჩვენ ვამეცადინებთ ვასწავლით ბავშვებს. ყავს ვიზიტორები, დაინტერესებული არიან თხილამურზე დგომით, ბურანებზე კატავით. ძალიან ბევრი მოთხოვნა არის. ტრასა გვაქვს 300 მეტრა, მაგრამ არის შესაძლებლობა არის რომ გაიზარდოს კილომეტრზე ავიდეს, რაც უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება ვიზიტორების და უფრო მეტი ბავშვები დაინტერესდებიან რომ ჯანსაღად გაიზარდონ და რა თქმა უნდა სოფელ გომარდულს ასეთ ლამაზ ბუნებას ძალიან ბევრი ვიზიტორები ეყოლება დარწმუნებული. ნამდვილად იმსახურებს ეს სოფელი
იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ ულამაზესი ადგილის შესახებ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გადაცემის ნახვის შემდეგ თქვენ სოფელს ბევრი თხილამურის მოყვარული ესტუმრება. აქ არის ეს სათხილამურო 300 მეტრიანი ტრასა, როგორც ვიცი, სადაც შესაძლებელია როგორც უფროსმა, ასევე პატარა ბავშვმა დამწყებმა 4 წლიდან შეუძლია ბავშვმა აქ ყავს ინსტრუქტორები უსაფრთხოდ 1 საათის განმავლობაში შეუძლიათ ბავშვი დააყენონ ტრასაზე და თავისით ჩამოზრიალდეს. შესაძლებელია იქირაონ. რა თქმა უნდა, თხილამურებით. ყველა აღჭურვილობა არის იმისთვის, რომ უსაფრთხოდ თხილამურები გვაქვს. თავის შესაბამისი პატინკები, ჯოხები, მთლიანად აღჭურვილობა, ყველაფერი არის, რაც ვინც არ უნდა მოვიდეს ტურისტი, სრულიად კმაყოფილი გომარდულიდან ჩვენ მთიდან წავა აუცილებლად. ხო და რომ არაფერი სჯობს ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლიდან სრიალს მე მინდა რომ ასე ვთქვათ თქვენი აღჭურვილობა მათხოვოთ. აუცილებლად და მეც თვითონ გამოქვებით ერთად ჩამოვსრიალდეთ. უსაფრთხოდ რა ჩამოვსრიალდეთ. ამწავედით. დავეცით. მე როგორც ექსტრიმის მოყვარული ამ შანს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებ. მით უმეტეს შეუძლებელია, როცა ასეთ შესანიშნავ რელიეფს და ტრასას ვხედავ და მეც გამოვცდი საკუთარ შესაძლებლობებს. იმედია ჯანსაღად ჩამოვა. ასეთი იყო ჩვენი პირველი გაკვეთილი და დარწმუნებული ვარ, სადღაც 2-3 გაკვეთილი და ყველაფერს იდეალურად შევძლებ. და არა მარტო მე, არამედ თქვენც, ვინც ამ კურორტს ესტუმრებით. მე ამ სპორტში დიდი ხანი ავიღებ მონაწილეობას, დაახლოებით 10 წელია. ამ სპორტზე ძლიერ შეყვარებული ვარ და ძალიან გამიხარდება თუ ახალგაზრდა თაობები ამ სპორტს მიყვება და ეს სპორტი დიდი ხანი. პირველად როდესაც სრიალი დავიწყე, ვიყავი 13 წლის. ძალიან ბევრი ვიწვალე რომ მე სწავლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავიდან მიჭირდა, ვიმტრეოდი და რაღაცა და ფიქრობ რომ დიდი პერსპექტივა აქვს განვითარდეს და იყოს ცნობილი ეს სოფელი. გომარდული შედის ჭვანის ხეობაში. მე თვითონ ჭვანის ხეობიდან ვარ და საერთოდ ბავშვობიდან გომარდული იყო ჩემი ინსპირაცია. როდესაც მე მოვხდი, ესე იგი, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გამგებლად, ჩემი პირველი ეს იყო 2004 წლის დეკემბერი, აი ჩემი პირველი ოცნებას მაშინ შეიძლება ითქვას შევასხი ფრთები. ვინაიდან მინდოდა რომ გომარდულში ჩამოყალიბებულიყო ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება და კონკრეტულად სამთო სათხილამურო სპორტი, მაგრამ ამისათვის ძალიან რთული იყო, ვინაიდან იმ პერიოდში გომარდულში არანაირი გზა არ იყო, ფაქტიურად საჭირო იყო ზამთარში ღონისძიებების მოწყობა, რომ დამერწმუნებიან საზოგადოება და დაინტერესებული ორგანიზაციები, რომ გომარდული არის მომავალი პოტენციური სამთო სათხილამურო კურორტი. 2004 წლის დეკემბერში დავიწყეთ ამაზე ზრუნვა, მაგრამ საჭირო იყო რაღაც დასკვნა სპეციალისტების მიერ, ამიტომ მოვიწვიეთ სპეციალისტები თბილისიდან, მოვიწვიეთ კლიმატოლოგები, რადიოლოგები, გეოლოგები, შეისწავლეს გომარდულის ტერიტორია, მისი რესურსი და მათ მოამზადეს დასკვნა, რომ გომარდული სრულიად შეესაბამება ასე იგი ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისათვის საჭირო რესურსებს და გომარდულში შეიძლება ჩამოყალიბდეს მომავალი საზამთრო კურორტი. მათ ისიც კი თქვეს, რომ გომარდული ძალიან გავს ამ მხრივ შვეიცარიის კურორტ დავოსს. ყველაზე მთავარი რაც იყო, საჭირო იყო გომარდულზე გზის დაგეგმა, რომელიც დაგეგმაც ჩვენ მოვახდინეს სხეფის მხრიდან, ვინაიდან სხეფი არის სამხრეთის ფერდობი, სამხრეთის ფერდობზე ყოველთვის არის ასე ვთქვათ გზა ხელმისაწვდომი და უკვე ღორექეთის, ეგრეთ წოდებული ღორექეთის
გადასახედიდან უკვე პირდაპირ შედიხარ გომარდულში და უკვე იწყება პირდაპირ 2 მეტრო ნახევარი 2 მეტრო თოვლის საფარი. ჩამოყალიბებული იქა აჭარის სათხილამურო ფედერაცია, რომლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის გახდით მე და ჩამოვაყალიბე აჭარის სათხილამურო ნაკრები გომარდულისა და კედლების ბაზაზე. Ну, რა თქმა უნდა, გომარდულში განვითარდა საოჯახო სასტუმროები, განვითარდა საოჯახო ტიპის სასტუმროები, ასევე კერძო სექტორმა დაიწყო ესე იგი საოჯახო სასტუმროების ფორმირება, მათთვის უკვე გახდა გომარდული მიმზიდველი პროდუქტი არა მარტო ზამთრის სეზონზე, არამედ ზაფხულის სეზონისთვისაც. და ახლა გომარდული უკვე არ უჩივის ტურისტების რაოდენობას. ჩვენ ისრაელიდან ჩამოვედით. ჩვენ მძღოლთან ერთად ამოვედით აქ. საოცარი ადგილია. უყურებთ თოვლს, ვერთობით. კარგი ხალხია, ლამაზი ხედები და აქ აუცილებლად დავბრუნდებით. Yeah, we came back. Because Georgia is beautiful, very beautiful. გომარდილში პირველი თოვლი მოდის დეკემბრის დასაწყისში და აქ თოვლიანი ამინდები გრძელდება მარტის ბოლომდე. ეს არის იდეალური ადგილი იმისთვის, რომ ამოხვიდეთ, დაისვენოთ, ითხილამუროთ და ასევე ამ თოვლმავალი ბურანით ისიამოვნოთ. მე პირადად დღეს აქ არაჩვეულებრივი ერთი დღე გავატარე და იგივეს გირჩევთ თქვენც. სოფელ გომარდულში წლების განმავლობაში არაერთი საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი აშენდა. აქაურები მაქსიმალურად ცდილობენ სოფლად ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორების მოზიდვას. როგორც გვითხრეს, ეს კურორტი მალე არა მხოლოდ ზამთარში, არამედ წელიწადის ნებისმიერ სეზონზე უმასპინძლებს სტუმრებს. გამარჯობა. გამარჯობა ნათია. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? გაიხარე, მადლობა. გამახარდა თქვენი ვიზიტი გომარდულში. მეც მიხარია, რომ 12 წლის შემდეგ ისევ შედგა ჩვენი სტუმრობა სოფელ გომარდულში. მობრძანეთ დაგათვალიერებინებთ ჩვენს კოპციას ახლებს. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენს კოტეჯში. ეს პირველი სართული მისაღების სივრცე. ბუხარი გვაქვს, სამზარეულო და დასასვენებელი ადგილი. დასაჯდომები. მეორე სართულზე გვაქვს 4 ნომერი. ერთ კოტეჯში ერთდროულად თავსდება 10 ადამიანი. ყველა სახლი არის იდენტური, ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანებს იტევს. ეს არის დიდი მისაღები ოთახი, მოსასვენებელი ოთახი. სამეგობრო შესანიშნავ დროს გაატარებს. გადასარევი ადგილია დაბადების დღეების სასაღნიშნავად მეგობრებისთვის დასასვენებლად. და ეს ბუხარი, ამ ბუხართან სხვათა შორის მთავარი კომპონენტია გომარდულში სითბოსთვის. ძალიან მიყვარს და ძალიან სასიამოვნოა, როცა გარეთ თავს და შენ ბუხართან ძალიან კარგი ხედები და ძალიან კარგი გარემო. აი ხედი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. აი აქედან შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება. პანორამა გომარდული ჩვენი ახლა გვაქვს და 3 თვის წინ გავაკეთეთ პანორამა გომარდული ჩვენი ხედებიდან გამომდინარე, შემეძლო რომ სხვა სახელი დამერქნია. ბევრი არ გვიფიქრია. პირველი რაც თავში მომივიდა, ეგ არის პანორამა გომარდული არის ჩვენი გვერდი. ზემოთ არის საძინებლები. კი ბატონო, დავათვალიეროთ. და ერთდროულად 3 კოტეჯი გაქვთ, ხო? 5 კოტეჯი გვაქვს. 5 კოტეჯი. 5 კოტეჯში ალბათ 50 ადამიანის. 5 კოტეჯში 62 ადამიანის გამასპინძლება შეგვიძლია. 2 კოტეჯი გვაქვს 16 ადამიანზე, ერთსაწოლიანები და 3 კოტეჯი გვაქვს 10 ადამიანზე თითოეული. ძირითადად ისე საიდან გსტუმრობენ და რამდენი დღით მოდიან? წელს ყავდათ ძირითადად ქართველები, ჩვენი ადგილობრივი დამსვენებლები, ბათუმიდან და თბილისიდანაც. რა მოსწონთ აქ? ბუნება და საჭმელი.
თუმცა კომფორტი არის უმნიშვნელოვანესი. აუცილებლად. პირველ რიგში ვზრუნავთ ჩვენი სტუმრების სითბოზე, რომ თბილად და კომფორტულად ყუდრო გარემოში დავასვენოთ. ხედი აქ ისევ გვხდება და შემოვდივართ ეს ჩვენი საძინებელში. პირველი ნომერი. ორ ადამიანზე გათვლილი. გვაქვს დიდი გეგმები და სამომავლოდ უკეთეს კომფორტს და გარემოს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გესტუმრებათ ჩვენი გადაცემის ნახვის შემდეგ და გავუხარდებათ, რომ თქვენმა კოტეჯებმა ისევ დაიწყეს ფუნქციონირება. ასეთი შემართებით. ადგილობრივებს მართლა ძალიან უხარიათ, რომ რაღაცა პატარა მოძრაობას აღვადგინთ კომორდში. მადლობა თქვენ, რომ თქვენი სოფლის შესაძლებლობებს ასე კარგად იყენებთ. ვცდილობთ შევეცდებით მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კურორტი დავაყენოთ ფეხზე. მე ახლა მივდივარ სოფელ გომარდულში არსებულ ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში, რომელიც აქ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც გითხრეს, მსგავს სახლებში ერთდროულად 10-15 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი და მოდი გავიგოთ, რას თავაზობენ აქაურები სოფელში ამოსულ ვიზიტორებს. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? ძანდებით. გაიხარეთ, მადლობა. თქვენს მადლობა მოგზაურობისათვის. მიხარია რომ ასე ამაგრებთ სოფელს და არტოვებთ თქვენს ულამაზეს გომარდელს. იდეა როგორ გაგიჩნდათ? როგორ გააკეთეთ? რამდენი ნომერი გაქვთ და რას თავაზობთ სოფელში მოსულ სტუმარს? რა თქმა უნდა, ჩვენ 2015 წლიდან იდეა გაგვიჩნდა რომ როგორც ჩვენ სოფელში დაარსდა საცურაო კოტეჯები, რესტორანი, გასართობი ინვენტარიც და ჩვენც იდეა გაგვიჩნდა, არა მარტო მე, არა მარტო მთლიან სოფელს. მე მაგალითად ვებულობ 10-დან 15 სტუმარს ვხებულობთ, გურანი, თხილამურები გვაქვს. ეს შედის თავისთავად იმ ფასში რომ მომსახურებაში შედის ეს თხილამურიც, ბურანიც. ერთი ღამის ღირებულება რა არის თქვენთან? ერთი ღამის ღირებულება არის ჩვენთან დაახლოებით 60-70 ლარამდის მათი ჭამით. და ჩვენი იკვებით 100-120 ლარი. იმედები გვაქვს რომ თავრობის მხრიდანაც ცოტა კი არა დახმარება გვინდა რომ უფრო გახორციელდეს განადგა პატარა გვაქვს. აუცილებლად იქნება მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კურორტია უნდა იყოს. ამას პლუს ქალაქიდან მაქსიმუმ 2 საათი ჭირდება მანქანით რომ ამოვიდეს, ამოვა რესტორანი გვაქვს, გასართობი გვაქვს, ბურანები გვაქვს, თხილამურები გვაქვს. ანუ ქალაქიდან ახლოს ვართ. ეგ არის თქვენი პრიორიტეტი. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. წარმატებები და ბევრი სტუმარი. მადლობა თქვენს, გაიხარეთ. მადლობა რომ გვესტუმრეთ. ზაფხულშიც გესტუმრებით. ზაფხულში უფრო სასიამოვნო სანახაობა იქნება გომარდული. სოფელ გომარდულში დღემდე ინარჩუნებენ ტრადიციული ცხოვრების წესს. ეს არის ხელსაქმე, რომელშიც აქ მცხოვრებ ქალბატონებს დროის დიდი ნაწილი გაჰყავთ.
იძლება? მოგზანდი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? როგორი სიცივეა თქვენთან? თოვლია და შესაბამისად სიცივე. სიცივეც არის, თუმცა სასიამოვნოა და ძალიან ლამაზია გარშემო ყველაფერი. როგორ ცხოვრობთ სოფელში, ზამთარში და რით ირთობთ თავს? სოფელში ზამთარში ერთმანეთთან მივდივართ მეზობლები. დიდი თოვლი როცა არის, გზები გაგყავს, მივდივართ. ასეთი ნაკსოებით, ნაკარგებით ვირთობთ თავს. ყავას შევექცევით, გადაცემებს ვუყურებთ. საყვარელ სერიალებს უყურებთ და გაგყავთ დრო. მე რომ შემოვედი, ჩემი ყურადღება მიიპყრო აი ეგრეთ წოდებულმა დაროშკებმა, ნაკარგებმა, რომელსაც მთიან აჭარაში ძველად ძალიან აქტიურად კარგავდნენ და ამზადებდნენ ქალბატონები. აბა მითხარით თქვენ როდის ისწავლეთ ეს საქმიანობა და რამდენად დიდი ენერგია სჭირდება? 15 წლის ვიყავი რომ გამიტაცა ქარგვა, ქსოვა, კერვა. იმის მერე ქარგავ ქსოვ. ამას რით აკეთებდით? აი რა ჭირდება ამას გასაკეთებლად? ამას ვაკეთებთ ფერადი ძაფებით. ჯერ ვხატავთ და მერე ვქარგავთ. ქალები როცა გათხოვდებოდნენ, აუცილებლად უნდა მოერთოთ საძინებელი აი ამ ნაკარგებით. მე ასე ვიცი. აი როგორი იყო ეს ტრადიცია რომ მოგვიყვება? მე რომ მოვედი არ მომიტანია და მერე გავაკეთე. რა გააკეთეთ თუ გახსოვთ? აგერ დავქარგე აგენი და ჩემი ოთახი მე მოვერთე თვითონ. ბავშვი ვიყავ იმ დროს რა ვიცი და მერე გამიტაცა ქარგვამ და ქსოვა. რამდენი წლის გათხოვდით და როგორ? გარიგებით თუ სიყვარული? გარიგებით 20 წლის ვიყავი რომ აქ მოვედი. და როგორი იყო შემდეგ თანაცხოვრება? ძალიან კარგი ახლა სოფლის ცხოვრება ყველა მიცის როგორია. ხან გვიჭირდა, ხან გვილხინდა და ისე მოვედით ამ დროებში. თქვენ როგორ გათხოვდით რომ გითხრათ და მზითვში რა მოიტანეთ? ჩვენც ასე როგორც ქალბატონმა თქვა, ისე ვიყავით ჩვენც. მეც კარგავ ქსოვ. ვაკეთებ ყველაფერს და რა ვიცი. იმსახურებით ამ პროცესს. აი რო გათხოვდით თქვენი მოქსოვილი წინდებით უწამოიღეთ მზითვში. კი, წამოვიღეთ. ძველად ქსოვდით, კარგავდით, სწავლისთვინაც არ გვეცალა ისე დასაქმებული ვიყავ. როგორ შეადარებთ მაშინდელ დედამთილობას და ახლანდელ დედამთილობას? ახლანდელი დედამთილობა რა თქმა უნდა ადვილია. მაშინდელი დრო სულ სხვა იყო, უფრო ზედმეტი მომსახურება იგი იყო და ახლა ყველანაირად შეგიძლია რომ თავისუფლება. ჩვენ ემსახურებთ. ეხლა თქვენ ემსახურებით ძლევთ. ჩვენ ემსახურებთ რა გაუხარდებათ. ახლა უფრო თავისუფლებაა. ახლა ძალი დედამთილი არ არიან, მეგობრები არიან, უფრო მეტად ორი ძალი მყავს და იმიდან გამომდინარე ჩემი აზრს ვამბობ და სხვაგან არ ვიცი. თქვენ რას აკეთებთ? რა არის ეს? რას გსოვთ? ქსოვ მაგიდის საფარები. მაგიდის გადასაფარებელს გსოვთ. ეს არის წაისნაკ, ხო? და ამით უნდა მოქსოვოთ. ხო. რამდენ ხანში დაასრულებთ და რამდენად რთული პროცესია? ერთ ხამეზე ვქსოვ ყველაფერს. ეხლა ვის უგსოვთ? ახლა ბადი შვილიშვილებს. შვილიშვილებიც გყავთ? ხო. თქვენ რო გითხრათ რამდენი წლის გათხოვდით და მზითვში რა წაიღეთ? 16 წლის ვიყავი რიგავეთ. წინდები, ნაკარგი, ნაკსოვი. რძლობა როგორი იყო თქვენ დროს? კარგი, რა თქმა უნდა. რა იყო მაშინ კარგი და რა არის ახლა უკეთესი? აი რომ გითხრათ, მაშინ შეფასება უფრო მეტი იყო, უფრო ზდილობაც მეტი იყო. რა ვიცი, ყველანაირად ვემსახურებოდით ყველაფერს. ძლობა დედამთილთან უფრო ძნელი იმიტომ გამოდიოდა რომ სულ ყველაფერის იმაში მათ მხრივ ნაყოფილიყავ. თუ კარგი ოჯახი გქონდა, სულ ყველაფერს ადგილი იყო და დედამთილო. ცხოვრება იყო ძველად. ახლა ყველაფერი გაუმჯობესდა, ყველაფერი კარგად არის. მივსტირი ჩემ ბავშვობას სხვა არაფერს არ შეძლებული ოჯახი მქონდა, კაი დედამთილი, მამამთილი, ქმარიშვილი და ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მე გაჭირვება არ მიგწვნია. თუ შეიძლება რომ გავამახვილო ყურადღება ამ ულამაზეს ნაკარგზე, ეს რა არის? მე არტახი. ეს არის არტახი. აკვანს უკეთებდნენ, როცა ბავშვი დაიბადებოდა. აკვანში ვაწვენდით ადრე, ახლა კრავატები რომ არის, ისე არ გქონდა. აკვანში ვზდიდით ბავშვებს. აკვანში ვზდიდით და აკვნის არტახი ამ გადაუჭირებდით. ანიც გინდა.
ეს არის ესე იგი არტახი და ამით როცა ასე ვთქვათ შეკრავდით ბავშვს აღარ გადმოვარდებოდა ხო? გადმოვარდებოდა აკნიდან და მაგის მაგ. ეს ულამაზესი რომ გვითხრათ ნაქარგი დედა რა ლამაზია, როგორი კარგია, ნახეთ. ეს არის ცხენზე შემჯდარი ქალბატონი. ეს არის დედაჩემის დედაჩემის ნაქარგი, აგი მე გამომოტანა მზითვი. ანუ თქვენი მზითვია? ხო. აი ეს რამდენი წელია რაც ინახავთ? 40 წელიწადია აქ ვარ მინუსდა. დედაჩემი კაიხნესია და იქნება 80 წელი დედაჩემი გადაცვლილი. გადაცვლილი. მის სამახსოვრად მინახავ ამას, დემი მინახავ და შევინახავ ჩემს სიცოცხლეში. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაუფრთხილდებით, შეინახავთ და შემდეგ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასცემთ. ეს წინდები, რომელიც ცივ ზამთარში არის შესანიშნავი და ყოველთვის არის მოთხოვნადი. ძალიან მიხარია რომ ასეთი ყოჩაღი და ნიჭიერი ქალბატონები გაგიცანით. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, თუმცა მე მაქვს ძალიან ცოტა დრო, უნდა გავაგრძელო სოფლის დათვალიერება, ამიტომ დროს აღარ წაგართმევთ დაგემშვიდობებით და წარმატებად ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენს ასევე წარმატებები და თქვენს ჯანმრთელობა. დიდი მადლობა რომ გესწრებთ. და კიდე გველოდებით. გაიხარეთ აბა წარმატებები და ყველაფერი კარგი გქონოდეთ. მადლობა. კაი როგორ ხართ მოგზანდით და მიგიღეთ. გაიხარეთ დაგემშვიდობებით. მადლობა. ვიმყოფებით შუახევში, სოფელ გომარდულში, სადაც უნდა მოვამზადოთ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული უგემრიელესი კერძი სინორი, რომელსაც დღეს ჩვენ ქალბატონი ნანი მოგვიმზადებს და დღეს სწორედ მის ოჯახში ვართ სტუმრად და გავიზიარებთ მის რეცეპტს. ნანი, მადლობა რომ გუმასპინძლობთ და აბა გითხარით, როგორ ამზადებთ სინორს? მოგზანდით ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. სინორს ვამზადებთ. აი ბიშებს გამოვაწყობ და დავამზადებთ სინორის გასაკეთებლად. გვჭირდება კარაქი, ნადუღი, მე გემოვნების მიხედვით ახლა ვისაც როგორ უნდა, ცოტა ნიორსაც ვუშვები. ნიორი ძალიან უხდება, ასე რომ მეც თქვენს გემოვნებას შევჯდები. დავიწყოთ კარაქს. პირველ რიგში უნდა გავადნოთ კარაქი. ეს არის სოფლის კარაქი, ნატურალური. სოფლის ნატურალური არაფერი. სინორს განსაკუთრებულად უხდება. კარაქის გადნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია რომ აქ ჩავაწყოთ ფენები. ეს არის შენს მიერ გამომცხვარი, ხო? არანაირი ნაყიდი კი. ნატურალური, სახლში დამზადებული ფენები, რომლითაც უფრო გემრიელი გამოდის სინორი. სხვათა შორის სინორი არსებობს ტკბილიც. აკეთებენ ნიგოზში და ტკბილს შაქართან ერთად. არსებობს მაწვნითაც სხვათა შორის ნანი, იმიტომ რომ მე მუჰაჯირების სოფლებში მოგზაურობისას ჩვენებურებმა მაწვნით გამასინჯეს და ძალიან მომეწონა. ნანი, გარდა სინორისა, რა ტრადიციული კერძები გიყვართ, რას ამზადებთ ხოლმე სოფელში? სოფელში მზადდება ძალიან ბევრი კერძი, მაგალითად, ჩემს სტუმრებს ძალიან უყვართ აჩმახაჭაპური, ბორანო, სინორი რა თქმა უნდა. ხალობიო, უფრო აჭარულ კერძებს და არა რაღაც ისეთ როგორც რესტორნებში მითქმენ, იმისთვის მოდიან სოფელში, რომ დააგემონონ ადგილზე დამზადებული ნატურალური აჭარული კერძები და ბევრსაც ჩაუტარეთ მასტერკლასები და ყავდა უცხოელი ვიზიტორები, რომელსაც ძალიან უნდათ ჩვენი კერძების მომზადებაში დასწრება და ბევრჯერ გაგვიკეთებია ასეთი მასტერკლასები. მე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ თქვენ გაქვთ აქ საოჯახო სასტუმრო, სადაც მასპინძლობთ სოფელში ამოსულ სტუმრებს. უკავთ უამრავი ვიზიტორი, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი სტუმრები და მათ ძალიან უყვართ თქვენს მიერ მომზადებული აჭარული კერძები. ნამდვილად ასეა, არა მარტო დაუშვათ ჩვენი ქართველები, არამედ ძალიან ბევრი უცხოელი ვიზიტორებს უმასპინძლეთ, რომლებიც ყველა ნამდვილად კმაყოფილია და გვაქვს დღესაც
მიმოწერა და მოკითხვა და ერთმა ვიზიტორმა შეიძლება ამაყად თქვა ძალიან ბევრი სხვა თავისი სამეგობრო მომიყვანა და ეს იმის ნიშანია რომ ჩვენიდან გასული კმაყოფილი ვიზიტორი უკვე თავის მეგობრებს გაუზიარა თუ რა დახდებოდა ჩვენთან და მე ამით უფრო ძალიან მეტი სტიმული და მეტი мотивация მაქვს იმისთვის რომ უფრო მეტი გავაკეთო და მეტი ვიზიტორი მივიზიტოთ და გავაფართო უფრო ჩვენი ბიზნესი. თავადია მარტივად მოვამზადეთ უგემრიელესი ტრადიციული აჭარული კერძი სინორი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და ერთ ამბავს გაგანდობ 12 წლის წინ როცა პირველად ვიმოგზაურე სოფელ გომარტყულში გადაცემის მოსამზადებლად დავაგემოვნე უგემრიელესი სინორი და ის გემო დღემდე მომყვება და სხვათაშორის ძალიან ახლა გავსინჯავ ძალიან გემრიელი სინორი კეთდება. გეტყვით თუ იგივე გემოები გაქვთ შენარჩუნებული. აბა. გავსინჯოთ. ეს ცხელია. ძალიან გემრიელია. რეცეპტი იგივეა. იგივეა, კი, ნამდვილად. გემოც იგივეა და ისევ თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე გემრიელი სინორი მზადდება სოფელ გომარტულში. მოკლედ, თუ გინდათ რომ ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ შუახევის მუნიციპალიტეტს სოფელ გომარტულს, სადაც ნანი ძალიან ტკბილად და თბილად გაგიმასპინძლდებათ. სოფელი გომარდული ჭვანის ხეობას მიეკუთვნება. აქაურებს კი სიმღერა და ცეკვა განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ანსამბლი ჭვანა არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ქართულ ფოლკლორს არ უწერია გადაშენება. დღეს ანსამბლის წევრები ჩვენთან ერთად იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო განწყობას შეგვიქმნიან. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენს რომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვან გადაცემას და ძალიან მნიშვნელოვან საგანძურს იღებთ და უნახავთ თავს. უღრმესი მადლობა თქვენ ერთგულებისთვის. ჩვენ წლები ამოვდივართ ერთად და მიხარია რომ შევძელით ამ მეგობრობის შენარჩუნება და ჩვენ მუდამ მზად ვართ რომ თქვენი ნებისმიერი წარმატება გავიზიაროთ. მადლობა ძმითას, გაიხარეთ. რა ხდება ახლა თქვენს ანსამბლში? რა გეგმები გაქვთ 2026 წელს რომ გაგვანდოთ და ბოლოს გითხრათ რას შეგვისრულებთ? სხვათა შორის ანსამბლი 2015 წლიდან არსებობს და დღეს მქონდა ასეთი გასაუბრება იმაში რომ 2026 წლის პირველი საწყისი ნაბიჯია, ანუ ამ წელში პირველად ჩავიცვით ფორმა და ეს ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია ასე ვფიქრობთ და ეს წელიც როგორც სხვა წლებში უამრავი წარმატებები ჰქონდა და მიღწევები ჰქონდა. გეგმავთ რომ მსგავსი გავაგრძელოთ. აბა გითხარით რას შეგვისრულებთ? დღეს რა მოგვიმზადეთ? ჩვენ შეგისრულებთ დღეს ჩვენი ხეობისთვის დამახასიათებელ შაირებს. ხო და აჭარულ მოტივზე ცეკვებსა და ანუ პოპულს რა, აჭარულ პოპულს. მოკლედ ძალიან სასიამოვნო მუსიკალური ნომერი გველოდება. აბა სიამოვნებით. თქვენს თუ ჩაგვერთვებით ძალიან კარგი გამოდის. ისმაღილაი გვერდზე გვეხლა
დურსუნასი ეგანიო ხუსეინამ გაგორედა და მოაგონდა ზეგანიო ანავა ნავა ნავა და ჩემოზეგნის ხანავო მოსავალე ბევრე ქონდა და თმაშე გვეჯამავო ნინაინა ნინაინა ჰოი ნანინა ნინაინა ნანინა ნინაინა ანავა და ჩემობინა ლაღავო გამასანის მერიე მაიადრე მოგეგვანავო განწყობით ვასრულებთ სოფელ გომარდულში მოგზაურობას. ეს არის შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი, რომელიც ბათუმიდან სულ რაღაც 2 საათის სავალგზაზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე არსებულ სოფელში ზამთარი, თოვლი, არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის, ასე რომ სოფელი გომარდული თქვენს მოლოდინშია.